დღეს ვაკეთებთ ხფოს ნეკნი გურულ სუნელში. დავიწყოთ მაშინ. სუნელის მომზადება. ფილთაკოს ხედავ აქ, უნდა დავნაყოთ, ხო? ყველაფერი უნდა დაინაყოს ფილთაქვაში, რომ ერთიანი მასა მივიღოთ. შემდეგ ეგ ესმევა ჩვენს მომზადებულ ხორცს, ისი აი გემრიელად, სულთა ქართულად ესე რომ ვთქვათ, ქინძი, მიორტანჭვი. დავით, რა მაინტერესებს, იცი, შენ რამდენი ხანია რაც მზარეული ხარ? მე სადღაც 13 წელია. 13 წელი. მოვათავსოთ კი ფილთაქვაში. გადავინაწილოთ კიდევ ერთხელ საქმე. ნიგოზი დაახლოებით რამდენი იყო? 50 გრამი იქნებოდა მან მედია. მწვანე წიწაკა დაუმატე, ეხლა ამ შემთხვევაში მოვასხამთ ცოტა ძმარს, ცოტა ოდენი მარილი. ეყოფა ხო მე მგონი? კი. ხორცი, სად არის ხორცი? ხორცი ეს ჯადოსნური პანჯარაა ხო? ჯადოსნურია, ოღონდ შეძახე, აი ეს შვენიერი ხბოს ნეკნები. კი, ხბოს ნეკნები. ეს უკვე ნაწილი დამუშავებულია. დანა აქ არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი. აქ არის ხო? და ეგ არის მზარეულის მარჯვენა ხელი. შემდეგ ესე ჩავჭრით ყველაფერს ესე. შემდეგ ვუყვევით ხორცი შემოვაცალოთ. შემდეგ გადმოატრიალებთ, გასწორებთ. აი ესეთ რაღაც აუკეთებ საზურს და უკვე აი ხდება ნეკნს და ხორჩორის აი აფხიყვას. შემდეგ ესე დავიჭერთ. აი ამას შემოვაცლით. დანა აღარც არის საჭირო. აღარც არის საჭირო, ისედაც წამოვა ის ზედმეტი, რაც ჩვენ არ გვჭირდება. აი ეს შემწვარი თავის. შემწვარი თან ქართულ ღუმელში ესე რომ ვთქვათ, შეშაზე. კი, რა თქმა უნდა, ამასაც ვაჩვენებთ. მაყურებელს როგორ შეიწვება, როგორ გალამაზდება და როგორ გაფორმდება, გადმოვატრიალებთ. ისევ და უკვე ხდება ზემოდან ზედმეტი ხორცის მომხიკვა. იმიტომ რომ ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი. შეწვის დროს არ გინდა რომ დაიწვას და ის ფერი არ შეიცვალოს და ბოლო სულაც ხედავ და მაგიტო აკეთებ მაგას ხო? და თან უფრო მარტივი საჭმელიც იქნება, რომ ჩაიჭრება და რა თქმა უნდა ხელში რაც კაცურად. ავიღოთ ხახვი. რა თქმა უნდა, წითელი ხახვი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ხახვებში არის საუკეთესო, როგორც ასეთი მწვაჩი, კაბაბში და ასე შემდეგ. ცოტა ესე რომ ვთქვათ, უხეშად დიდებად დავჭრათ. ესე. მოვათავსოთ შავი პიმპილი, მოვაკლეთ, რა თქმა უნდა, მარცვალს. ხო. არც ნაყავთ არც არაფერი ეგრევე ყვრით. არა, ხო, რა თქმა უნდა. შემდეგ ჩაუფენთ დაფნის ფოთოლს. შემდეგ მოვიხმართ თეთრ მშრალ ღვინოს. ძირითადი ინგრედიენტი მარინადის. ყველაფრისთვის კარგია, სუფრაზე, კერძებისთვის, ბავშვებისთვის კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ზომიერად ყველაფერი. ამას ჩავაფენთ ჩვენ დიდ მასას, რა თქმა უნდა.
მარინადი მზად არის. და გავაჩეროთ 2-3 საათით მაცივარს. რა თქმა უნდა. ჯადოსნური ფანჯარა. ფანჯარა ესე რომ ვთქვათ, არის ვინმე აქ? თითქმის 3 საათი გავიდა. ვხადოთ ცელოფანი. ეს ვხადოთ. მოვაცილოთ აბსოლუტურად ყველა. და შეძლოს გაშავდება ზედმეტად არაესთეტიური იქნება, ხო? აი უკვე ესე რომ ვთქვათ, ხორცი არის მოსული, ესე რომ ვთქვათ, უკვე მზად არის ღუმელში შესადებად. დავდგები არცხენა მხრიდან და შევუდგეთ ამ ყველაფრის აკეთებას. ხო, გადავახვიოთ, ხო? და იქნება იმის. აი ესე, გადავახვიოთ. აი ესე. აი ესე. და აი ესე სამეფო ნეკნები. ვერცხლის ფირფიტის თოკი დავაკეთოთ. აი ესე. აი შემდეგ ესე. თოკივიჩი ვქნათ ეს ყველაფერი, ბაწარივით გავაკეთოთ. ხო, ბაწარივით გავაკეთოთ. აი ესე. მოდი აი ესე თუკი დამიჭერან ყველაფერს, ოღონდ ძალიან მოუჭიროთ ხელი. ეს ყველაფერი შეფერებად უნდა მოვეფეროთ. მარყუჩივით გავუკეთოთ. თითეული ნეკნი უნდა იყოს მაქსიმალურად ერთი ზომის. მოდი ხა, აქედან დავიწყოთ. ისე შემოვახვიოთ ოდნავ ზემოთ, ალბათ 3 თითის დადების ზემოთ შემოვახვიოთ. ავიღოთ პომიდორი შუაში. ამიჭერით ეს ყველაფერი. უნდა ამას კარაქი მიახლოებით 100-დან 150 გრამამდე. პომიდორის წვენი კარაქში გაჟღენთილი ხორცში გადავა. და არ ეგონოს მაყურებელს, რომ მხოლოდ ამის შემოიფარგლება ეს ყველაფერი, თქვენ რო გააკეთეთ უგემრიელესი სუნელი, ეგრეთ წოდებული გურული სუნელი, ეგ წაისმევაღოთ, ეგ საიდუმლოდ დარჩება. რამოდენიმე წუთი ჩავიტანოთ ქართულში კი დაველოდოთ ალბათ სადღაც ჭირდება 40 წუთი. ავაფაროთ, ხო? ამას რამდენი ხანი დაშვირდება და? სადღაც 30-დან 40 წუთამდე ველოდებით და ვაგრძელებთ. დავასრულოთ. აუ, ნახე, თან დავით, აკარგი ფერი შეინარჩუნა. კი. აი ესე ახსნათ. ნუ მეფური გვირგვინიც გამოჩნდა, ხო? აი ეხლა გამოჩნდება უფრო მეფური გვირგვინი. შევხსნათ ეს მარყუჩი ესე რომ ვთქვათ. იმერული ყველი, რომელიც უნდა დავტეხოთ ესე რომ ვთქვათ ხელით, სუფთავ ქართულად, ესე რომ ვთქვათ, აი იქ გვერდით თქვენის დახმარებითაც ეს დავუწყოთ ამაზად. That mockingbird won't sing
Papa gonna buy you a diamond ring. And if that diamond ring turns to brass, Papa gonna buy you a looking glass. And if that looking glass should break, Papa gonna buy you a chocolate cake. Let's bam. დავით, შეიძლება ჩემი თხოვნა? კი, როგორ არ შეიძლება? აი, 9 წიწაკაც დავუყო. ახლა კარგი რაღაც გავაკეთეთ. When that chocolate cake you eat, Papa gonna buy you a puppy sweet.